მოგესალმებით, ვაგრძელებ ჩვენს შეხვედრებს ეგზისტენციალიზმის შესახებ. დღეს არის ჩვენი მერვე შეხვედრა და დღეს უნდა გავაგრძელოთ საუბარი მარტინ ჰაიდეგერზე, დიდ გერმანელ ფილოსოფოსზე, მე-20 საუკუნის უდიდეს ფილოსოფოსზე, ეგზისტენციალიზმის უდიდეს მოაზროვნეზე. ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ მის ძირითად გაგებებზე, ისეთებზე, როგორიც არის ყოფიერება, არა ადამიანური არსებობა, ავთენტურობა, არა ავთენტურობა, მოდით მოკლედ შევაჯამოთ და შემდეგ გადავიდეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ჭეშმარიტება, თავისუფლება და ჭეშმარიტებისა და ხელოვნების ურთიერთმიმართება. ჰაიდეგერი, როგორც ვთქვით, არის ფილოსოფოსი, რომელიც გვიპატიჟებს ყოფიერების საკითხის განსახილველად, ყოფიერება, რომელიც მისი აზრით დასავლეთის ფილოსოფიამ დაივიწყა და ამ დავიწყებაში დაიკარგა რაღაც, მოხდა პარადინგმატული, ასე ვთქვათ, შეცდომა ადრეულ დასავლურ ფილოსოფიაში, ადრეულ ანტიკურ ფილოსოფიაში, რამაც მერე უკვე გამოიწვია უკვე მთელი რიგი ისეთი მომენტები, როგორც ვთქვათ, კონკრეტულად ტექნოლოგიზებულ არსებულებში ათქვეფა, ტექნოფეტიშიზმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთ ყოფიერების შესახებ საკითხის საძიებლად ის მონიშნავს ადამიანურ არსებობას, რასაც თავისებური ტერმინი ეწოდება, ეს არის დაზაინი. თქვით ასევე ისიც, რომ ამ წანაცვლებას, ანუ იმას თუ რატომ არ უწოდებს ჰაიდეგერი პირდაპირ და არ ამბობს, რომ ადამიანი, აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. პირველ რიგში ის, რომ მას უნდა რომ ახალ სინათლეზე, ახლებურ შუქზე წარმოაჩინოს, ანუ თქვას, რომ რაღაცა აზრით ყოფიერებასთან კავშირი აინტერესებს მას ამ კონკრეტული ყოფიერების ტიპისა და მეორე, რომ სწორედ ის არის ყოფიერების ტიპი, ანუ მისთვის არ არის მნიშვნელოვანი ის კონკრეტული ბიოლოგიური მატარებელი, ანუ ეს ბიოლოგიური მატარებელი არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, შეიძლება ვთქვათ მეორეული, ანუ ის რომ უბრალოდ ყოფიერებას რომ აქვს ასეთი პოტენციალობა, რომელიღაც კონკრეტულ განვითარებულ არსებას ამ შემთხვევაში ადამიანს მიეცა, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სხვა არსებებს არ მიეცათ მუყოფიერებისნაირი არსებობა, ანუ არ გაიხსნათ ჰორიზონტი. სხვათა შორის ეს და, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ დღეს, არის ეს და, ანუ წინსართი და არის ერთგვარი ჰაიდეგერისთვის მონიშნული როგორც თავისუფლების არეალი, ანუ ის ღიაობა, რომელიც ახასიათებს სწორედ მუნ ყოფნას, ანუ ახასიათებს ადამიანის არსებობას, ეს გასაგებობისთვის რო ვთქვათ, ანუ ეს და არის რაღაც ღიაველი, რომლითაც ეს ყოფიერება გაიხსნება და ეს გახსნის ველი, ეს ნოოსფერული ველი, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, არის სწორედ ადამიანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ესე იგი ყოფიერება და არა არიან ტოლპირველადნი ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულნი, ანუ ყოფიერება რაღაც აზრით არის რაღაც ისეთი, რომელიც არის არასთან, ან ფილოსოფიურ კონცეპტთან ტოლპირველადი, ანუ რაღაც ძირეული ერთობა ახასიათებს და ეს ვლინდება სწორედ ადამიანის, ანუ დაზაინის, ანუ მუყოფიერების განწყობაში, რომელიც არის ძრწოლა და ის გვიხსნის ამ ყოფიერებისა და არას ტოლპირველადობას. ანუ განწყობა, როგორც ასეთი, ჰაიდეგერისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ვთქვათ, ესეთი რაციო, ხო? და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ის არ არის რაციონალისტი ფილოსოფოსი, ხო? ანუ განწყობა, გონება და მეტყველება არის ის სამი მოდუსი, რომელსაც ჰაიდეგერი აღწერს და ამბობს, რომ ამას აქვს თავისი ავთენტური და არა ავთენტური სახეები. მაგალითად, მეტყველების არა ავთენტური სახე არის ლაყბობა, რომელიც გვიფარავს ერთგვარად ამ სამყაროს რაღაც უსაფუძვლობას და ამ გამუდმებულ ზუზუნში, ხმაურში, უსაგნო შეიძლება საგნიან ასევე ლაპარაკში არის გადაფარული ის, რომ სამყაროს და ყოფიერებას ესეთი მყარი კონკრეტული საფუძველი არ გააჩნია, პირობითად რაღაც X აზრისი არის სწორი, ხოლო Y აზრისი არასწორი, ხო, რაღაც აზრი. თუმცა ეს კიდე საკითხავია, რამდენად ესეა, მაგრამ ჰაიდეგერი ამას მონიშნავს და ჰაიდეგერი გვეუბნება, რომ არსებობს ორი მოდუსი, ხო, ეს არის ავთენტური ეგზისტირება, ანუ რაღაცნაირად ავთენტური ნამდვილი და არა ავთენტური. რა არის ამის მთავარი განმასხვავებელი კრიტერიუმი? ეს გახლავთ
სიკვდილისკენ ყოფნის გააზრება. ანუ ის ფაქტი, რომ შენ რაღაცნაირად მოკვდავი ხარ, ეს უნდა იქნას გააზრებული და დანახული სწორედ ამ ღიაობაში. ანუ არა უბრალოდ ფაქტოლოგიური აღქმა, რომ მე ადრე თუ გვიან მოკვდები, ანუ ესეთი გაყინული რაღაც ობიექტივირებული წინადადება კი არა, არამედ აი მთელი სიგრძეს იგანით, როგორც ჩვენს ენაშია ნათქვამი, ხო? და ეს რაღაც აზრით შენ გაქცევ შენ თავად, ანუ შენი ცხოვრების დირიჟორად ერთგვარად. და ჰაიდეგერი ამბობს, რომ ეს თავისუფლება და გაბედულება არის სწორედ აი ამათთან გადაბმული. ანუ შენ ესე არ ხდება, რომ ეს ავთენტურობა თავისთავად მოგეცემა, არამედ ის არის ეს ღიაობა არის რაღაცნაირად გაბედულების აქტი, რომელსაც კვლავ და კვლავ ჭირდება წყლის დასხმა. ანუ ესე არ არის, რომ გავბედე აზროვნება, სიკვდილის შესახებ აზროვნება და მოქმედება და შესაბამისი განწყობებიც გამოვიმუშავე, ცხოვრებაც დავაპროექტე, იმიტომ რომ ჰაიდეგერისთვის ადამიანი დამაპროექტებელი, მაგრამ ეს არ არის, რომ ერთხელ მოპოვებულია და სამუდამოდ გარანტირებულია. არა, ის კვლავ და კვლავ უნდა იქნას მოპოვებული. მოგეთ, აი ეს იყო რაც ჩვენ ვისაუბრეთ და ამ მთელ სურათში ნახოთ ახლა როგორ ჯდება ისეთი ფილოსოფიურად ძალიან მიმზიდველი და ხშირად ასე ვთქვათ ხშირად გამოყენებული და თითქოს უკვე გაცვეთილი რაღაც რაც არის ჭეშმარიტება. ჩვენ გავიხსენოთ ასევე ისიც, რომ ეგზისტენციალისტი დიდი ასევე ფილოსოფოსი ნიჩე ჭეშმარიტებას რაღაც აზრით აკნინებს, ხო? ჩვენ ერთის მხრივ თქვით, რომ ორი გაგება არის ნიჩესთან, მაგრამ ის ერთი გაგება, სადაც ის საუბრობს რეალურად, რომ ეს ჭეშმარიტება არის რაღაც ისეთი, რაც ცოცხალი არსებების გადარჩენის რაღაც ინსტრუმენტარიაა და არაფერი სხვა, ხო? აი ეს ასეთი გაგებაც არსებობს, მაგრამ ჰაიდეგერი სხვა გაგებას გვთავაზობს და მათ შორის ნიჩეს უკვე რაღაც თავისებურ ლოგიკაში მოათავსებს. კი ბატონო, ახლა ვნახოთ რა არის ეს გაგება, რა არის ჰაიდეგერი და ჭეშმარიტება, შეიძლება ესე ვთქვათ. პირველ რიგში, როდესაც გვესმის ჭეშმარიტება, ჩვენი მიჩვეული ვართ იმის აზროვნებას და იმის ფიქრს, რომ ეს არის რაღაც გამოთქმულის ჭეშმარიტება. ანუ ვამბობთ, რომ აი ჩვენ ვხედავთ რაღაც ოთახში ადამიანი საუბრობს და ეს ჭეშმარიტება. ადამიანი არ საუბრობს, არის არის ჭეშმარიტება და აი დამთავრდა საქმე. ეს არის და ეს. ხო, აი ჰაიდეგერი ამბობს, რომ ეს არის სწორედ ის მოდერნული და მთლიან დასავლური აბერაცია, გადახვევა ჭეშმარიტების დავიწყების ერთ-ერთი სახე, რაც ვლინდება აი ამ ჭეშმარიტების ესეთ ვიწრო გაგებაში, რომ ეს არის წინადადებრივი ფორმა. ანუ ჭეშმარიტების წინადადებრივ ფორმაში წვდომა, აი ეს არის რაღაც აზრით ჰაიდეგერისთვის მანკიერი. კარგი. რას გვთავაზობ, ხო, ალტერნატიულად რა იქნება არა მანკიერი და რა იქნება ისეთი, რაც ჩვენ ვთქვათ საპირწონით ამისა შემოგვეთავაზება ჰაიდეგერის მიერ. ეს არის აღორძინება იმ ძველი ბერძნული გაგების იმ სიტყვისა, რაც არის ალეთეია, რაც არის ჭეშმარიტება როგორც დაუფარველობა, ხო? ჰაიდეგერი ამ სიტყვას უპირისპირებს, ასე ვთქვათ, კორესპონდენციულ თეორიას ჭეშმარიტებისა, რაც არის ის, რაც წეგან მოახსენეთ, ხო, რომ კორესპონდენს, ხო, როგორც კავშირი, ურთიერთმიმართება, როდესაც ამ ჭეშმარიტებად მიიჩნევა გონითი იდეისა და საგნის თანხვედრა. როგორც ვთქვათ, აი ეს არის ლურჯი ბურთი, ვთქვათ, ან ეს არის ყვითელი სკამი და ასე შემდეგ, ხო? და ეს არის. ჰაიდეგერი ამბობს, რომ ეს არის დავიწყებული ყოფიერების ერთ-ერთი სახე. ნაცვლად ამისა ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ალეთეიას გაგებას, როგორც რაღაც პირველ საწყისის ერთი სიტყვით, აი რომ ცოტა გადაუხვიოთ, ჰაიდეგერი ცდილობს ონტოლოგიური დავიწყებების ონტოლოგიურ მიბრუნებას, ანუ ონტოლოგიის რეაქტუალიზაციას. რა არის კიდევ ერთხელ ონტოლოგია? ონტოლოგია ეს არის ასე ვთქვათ, ყოფიერების აი პირველ საწყისებზე თუ შეიძლება საუბარი. თუმცა პირველ საწყისები ჰაიდეგერთან პრობლემურია, იმიტომ რომ მისი აზრით ეს არის ფუნდამენტური ონტოლოგია. და ამას მე თუ გვექნება დრო ახსნით, რატო არის განსხვავებული ონტოლოგია ფუნდამენტური ონტოლოგიისგან. მანამდე ვთქვათ ესეთი რაღაცა. ესე იგი ჰაიდეგერისთვის ეს ალეთეიას პრივატული ბუნება მნიშვნელოვანი. რას ნიშნავს, ხო, პრივატული? ეს პრეფიქსი a არის ის რაღაც, რაც გვივლენს იმას თუ
ფიქრობდნენ ეს ბერძნები და ძველი ბერძნები რაღაც პერიოდის განმავლობაში, სანამ დაივიწყებდნენ ამ ალეთეიას. ეს პრივატული ბუნება რას ნიშნავს, ხო? ლეთე როგორც რაღაც დაძინების, დაფარვის საწინააღმდეგო, ხო? ეს პრეფიქსი, ხო, როგორც თქვა, მორალური, ამორალური, ხო და ასე შემდეგ. აი ეს არის ის რაღაცა, რასაც ჰაიდეგერი გვთავაზობს, რომ რაზეც უნდა დავფიქრდეთ. ალეთეი, ანუ რაღაცა, ანუ ჭეშმარიტება ძველი ბერძნებისთვის იყო რაღაც ისეთი, რაც იყო დაუფარველობა. ანუ რაღაც დაფარულისთვის ფარდის ახტა. კარგი. აქ ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? ჰაიდეგერი გვეუბნება, რომ ჭეშმარიტება და არაჭეშმარიტება, ხო, რაღაცნაირად არის ასე რომ ვთქვათ, დაფარულობისა და დაუფარველობის თამაშია ერთგვარად. და ეს თამაში არის უფრო პირველ საწყისი, ვიდრე ის გაქვავებული ჭეშმარიტებანი. ახლა მოდი ვთქვათ ეს კაი, ვთქვათ ეს რაღაც ხატუნა ვთქვით, რომ ეს არის თამაში. აი მაგალითად, როდესაც ჩვენ დავინახავთ ხეს, ან დავინახავთ მთას პირობითად და ვამბობთ, რომ ეს მთა არის პირობითად 5556 მეტრის სიმაღლის. ეს თავისთავად როგორც პროპოზიცია არის ჭეშმარიტება, მაგრამ ის როგორც დისკრეტულობა რაღაცნაირად ფარავს მის დანარჩენ არსს. მაგალითად ის რომ ანუ ის როგორც არსებული უკვე გამოვლინდა, რომ ის როგორც რომ მასთან შეიძლება ვთქვათ კონკრეტულმა მთასწვერმა დაამყარა ურთიერთობა ავიდა მასზე, ან ვიღაც მთასწვერი სამწუხაროდ ვერ ავიდა და ასე შემდეგ. ანუ ერთი სიტყვით ერთის მხრივ ანუ დაფარულობა ესე ერთის მხრივ ესე ალეთეია როგორც საწინააღმდეგო აი ამ გაქვავებებისა და მეორეს მხრივ როგორც ლენა და დაფარვის თამაში. აი მაგალითად ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ჭეშმარიტება ჩვენ არ მოგვეცემა ხშირად მთლიანობაში და ყოველთვის რაღაც იფარება. აი კიდევ ცოტა რო გავაბანავოთ, აი ხე რომელიც არ გაჩვენებს მის ფესვებს და გაჩვენებს მის ვთქვათ ტანს და ვთქვათ მის ფოთლებს და ასე შემდეგ. ხო, ანუ და ჰაიდეგერი ამბობს, რომ აი ეს ჭეშმარიტებას აქვს ესეთი ბუნება. გაჩერდით. ნუ ფიქრობთ, თქვათ, აი ამ რაღაც პროპოზიციული ჭეშმარიტებით. ამ პროპოზიციულ ჭეშმარიტებებს კი ახასიათებს ხადია ის, რომ თქვათ, აი რაღაცა სწორის კი არ ამბობს, რომ მოვიტყუოთ და ასე შემდეგ. ხო, ეს ამბობს, რომ რაღაც აზრით, ანუ უფრო ძირეულია ეს ეს ალეთეი, ანუ ალეთეია როგორც დაფარულობის ანუ ფარდის ახტა, ანუ რაღაცა რომ იყოს ჭეშმარიტი, ის ჯერ უნდა გამოვლინდეს. აი ჰაიდეგერი ამას ამბობს, რომ აი ეს პროპოზიციული, ანუ კორესპონდენციული ჭეშმარიტებები, ხო, რაც აი პროპოზიციებში, ანუ წინადადებებში ვლინდება, ფარავს სწორედ იმას, რომ ჯერ უნდა იყოს ის არსებული, ხო, ანუ ყოფიერებასთან წინაყრობის მომენტი იკარგებაო და ისე ხდება ამეების გაქვავება და ეს არის პრობლემური მისთვის, ხო? ანუ ესე იგი, ასე რომ ვთქვათ, ალეთეია არის უფრო ის პრიმორდიალურ ონტოლოგიური, ანუ პირველ საწყისი და უფრო სიღრმისეული, ხოლო პროპოზიციული, რომლითაც სამეცნიერო აზრი ოპერირებს ხშირ შემთხვევაში არის უფრო მეტად ესე იგი სტატიკური და ეპისტემური, ხო? ანუ შენ რაღაც აი მაგალითად შენ რაღაცებს მონიშნავ, ხო? აი მაგალითად იტყვი, აი საზოგადოება ცოდნეობა არსებობენ, ესეთი ადამიანები არსებობენ, ისეთი ადამიანები და ამით რაღაცნაირად აფიქსირებ, ხო? აი რაღაც სოციოლოგიური კატეგორიები, ხო? ესეთი კლასი, ესეთი ერი, ასე შემდეგ და რაღაც აზრით შენ ამათ რაღაც სიმყარეებში აფიქსირებ და ჰაიდეგერი ამბობს, რომ კაი, ჯერ ამ სიმყარეებში დაფიქსირებას თავის მხრივ აქვს პრობლემები, იმიტომ რომ გავიხსენოთ, ხო, ჩვენ დაახლოებით აი სარტრი რომ ამბობს, ნახეთ, აი ოფიციანტი, ხო, რომელიც თავის თავს მე ვარ ოფიციანტი და ამას მიაკერებს იარაღს და მას პოტენციურად აქვს უნარი რომ იყოს კარგი თეორეტიკოსი ან აქვს უნარი იყოს კარგი მხატვარი, თქვათ, ან გახდეს კარგი სახელმწიფო მოღვაწე და ანუ 1000 პოტენციალობის მხატვარია, მაგრამ როგორც ასეთი პროპოზიცია, ანუ წინადადება, რომ რაღაცა, თქვათ, პირობითად გიორგი არის რაღაც ოფიციანტი, ან თქვათ, დათო არის რაღაცა X-ი, არის სწორი, მართალი. ანუ ჭეშმარიტი, ხო, მაგრამ ჰაიდეგერი ამბობს, აი ეს ჭეშმარიტება, როდესაც აი ეს პროპოზიციული ფორმა გაბატონდება, ეს არის მიმასწავლებელი იმისთვის, რომ მერე და მერე ეს გამყარებული პროპოზიციებით, ან გამყარებული
შინაარსებით ჩაიკეტოს ველი, ასე ვთქვათ, ჩაიკეტოს ველი, სააზროვნო ველი, ხო? აი, რაც ხათაშორის ასაც მე ძალიან კარგად აღწერს მისი მოწაფე, ფილოსოფოსი და სოციოლოგი ჰერბერტ მარკუზე, წიგნში ერთგანზომილებიანი ადამიანი. იქ მარკუზე საუბრობს, რომ აი, პირობითად ვთქვათ, კაპიტალისტურ საზოგადოებაში რაღაცეებს აქვს, აი, იარლიყები მიწებებული, რომ ვთქვათ, მაგალითად, რაღაცა ეს ასეა, ხო? ან რაღაც ძალაუფლებას ახასიათებს აი ამ კონკრეტული იარლიყების განაწილება, რომ ეს მართალია, ის არ არის მართალი. ანუ იდეოლოგიზირებულობა რაღაცაზე გულისხმობს აი ამ იარლიყების ესეთ ფიქსირებულ განაწილებას, ხო? და ჰაიდეგერი მათ შორის აი ამის ნიადაგზეც მოგვიწოდებს, რომ მიუბრუნდეთ ამ ალეთეიას, ხო? ანუ ამ ჭეშმარიტების პირველ საწყის გაგებას. და აი აქ და მოკლედ რო ვთქვათ, ეს არის ამ ესე იგი ალეთეიას რაღაც დინამიური და პროცესუალური გაგებაა და არა ფიქსირებული და სტატიკური. ანუ მაგალითად შენ როდესაც აი ესე რო ვთქვათ, ხო, რაღაცეები ანუ ეს სხვათა შორის ნიჩეს ქმნადობასთან ძალიან ახლოს, იმიტომ რომ შენ პირობითად როდესაც ფიქსირდები და როდესაც გეუბნები რომ შენ ხარ X-ი, ამითი შენი ქმნადობის რაღაც მიმართულებები იკეტება, ხო? შენ გეხშობა ის ველი პოტენციალობისა, რომელიც გაგაჩნია როგორც ადამიანს. და ჰაიდეგერი აი თავისუფლებაზე რადგან უნდა ვისაუბროთ, ბანემ თქვა წინ და წინ რომ ამბობს რომ ეს ჭეშმარიტება, რომელიც აი რაღაც აი ალეთეური არის, რაღაცნაირად თავისუფლებასთან წინაყარი, იმიტომ რომ იმ ადამიანმა, იმ დაზაინმა, იმ მყოფიერებამ იმას უნდა გაიხსნას ეს თავისუფლება, სადაც ის დაადგენს აი ამ ჭეშმარიტებას. ხო, ანუ მას ანუ არ იარსებებს ანუ ეს ჭეშმარიტება ამ ადამიანის ანუ ყოფიერების ასეთი ტიპის გარეშე, მოდი ასე ვთქვათ. იმიტომ რომ თუ ვიტყვით რომ ადამიანის გარეშე, მაშინ მოდერნულ სუბიექტივიზმში გადავარდებით, რომ აი მოდერნის სუბიექტი არის მთავარი და მისი გონებაში ჩადებული და ისე რაღაცა და ან მე უკვე ეს რაღაცა გამოდის, სწორედ ეს ფაქტობრივი ჭეშმარიტება არის ის, რაც ადგენს აი ამ ყველაფერს, ხო? აი ამიტომ არის აქ ეს მნიშვნელოვანი. ხო, ანუ ერთი სიტყვით რო ვთქვათ, მოკლედ თუ შეიძლება ესე ითქვათ, ანუ ესე იგი ეს ალეთეი არის უფრო მეტად ჰოლისტური და ეგზისტენციალისტური და არა რაღაცა ესეთი რედუქციონიზმი, არა დამყვანი. ანუ ის რატომ არის, ნახეთ, ანუ ამბობს რომ ანუ ჭეშმარიტება და თავისუფლება რაღაცნაირად არის გამხსნელობა, ანუ ის ღიაობა, რაც ახასიათებს ანუ რომლის დამახასიათებელიც არის ადამიანი. აი მოდი პირდაპირ ჰაიდეგერის ციტატა მოვიყვან და ეს უფრო კარგად წარმოაჩენს, ეს არის მისი გამოსვლიდან ჭეშმარიტების არსის შესახებ, ხო? და ვნახოთ რას ამბობს ჰაიდეგერი. თუმცა რადგან თავისუფლება როგორც ჭეშმარიტების არსი არ არის ადამიანის თვისება, არამედ პირიქით ადამიანი ეგზისტირებს მხოლოდ როგორც საკუთრება ამ თავისუფლებისა და ამგვარად ხდება ის შემძლე ისტორიისა. და მერე აგრძელებს, სწორედ ამიტომ არა აუცილებელი რომ არაჭეშმარიტებაც წარმოიშობოდეს მხოლოდ ადამიანის უნარობისა და გაუფრთხილებლობის შედეგად. მოდი აი გავარჩიოთ ეს ფრაზა, ეს ჰაიდეგერის ძალიან საინტერესო ფრაზა, ხო? ანუ ესე იგი, თუმცა რადგან თავისუფლება, როგორც ჭეშმარიტების არსი არ არის ადამიანის თვისება, ანუ ადამიანის თვისება კი არ არის, ანუ ჩვენ ხო ვამბობთ, რომ აი თავისუფლება ადამიანს ახასიათებს, ეს ამ პირიქით, არამედ პირიქით. ადამიანი ეგზისტირებს მხოლოდ როგორც საკუთრება ამ თავისუფლებისა და ამგვარად ხდება ის შემძლე ისტორიისა. ანუ ეხლა მარტივად რომ ვთქვათ, ანუ სამყაროს რო არ შეძლებოდა, ანუ პირველ საწყისად, აი როცა მოხდა ეს როგორც ფიზიკოსები ამბობენ დიდი აფეთქება თუ რაც იყო, ხო? და ანუ ამ სამყაროს რო არ შეძლებოდა პოტენციალობის სახით, რომ აი ესეთი ყოფიერების ასეთი მოდუსი, რომლის მატარებელიც არის ადამიანი, უпростоრად რომელიც ვლინდება იმ ბიოლოგიურ მატარებელში, რომელიც არის ადამიანი. ანუ ერთი სიტყვით, ადამიანი უფრო მეორეულია, ან ყოფიერებას რო არ ქონდეს ეს დაშვება, რომ ასეთი თავისუფლება და ჭეშმარიტების ასეთი გაგება ყოფილიყო შესაძლებელი, ეს ვიღაც ადამიანი პირობითად ევოლუციურად განვითარებული ვერანაირად ვერ შეძლებდა ამ ტიპის თავისუფლების მატარებლობას. ვერაფრით ვერ შეძლებდა ოპერირება მოეხდინა, ანუ ამ ჭეშმარიტების ამ გაგებით მოეხდინა ოპერირება, ანუ ის ვერ შეძლებდა ყოფილიყო თავისუფალი, რომ არა სამყაროს მიერ ხელდასმა, რომ თავისუფლება შესაძლებელია. თავისუფლება
არის შესაძლებელი სწორედ აი ეგზისტირების აზრით. ანუ ჰაიდეგერი ამბობს, რომ ანუ ეგზისტირების შემძლეობა არის წინაპირობა იმისა, რომ ადამიანი არის ისტორიული არსება, ხო? აი აქ როცა ამბობს, რომ მხოლოდ როგორც საკუთრება ამ თავისუფლების, ანუ ამ თავისუფლებას ეკუთვნის სინამდვილეში ადამიანი და როგორც ამ თავისუფლებისადმი მიკუთვნებული ახდენს ის შემდეგ ისტორიულ ასპარეზზე მოქმედებას და ოპერირებას. და ახლა გავიაროთ მეორე ნაწილი ამ ფრაზისა. სწორედ ამიტომ არაა აუცილებელი, რომ არაჭეშმარიტება წარმოიშობოდეს მხოლოდ ადამიანის უნარობისა და გაუფრთხილებლობის შედეგად. ანუ ჰაიდეგერი ასეთ რამეს ამბობს, რომ ეს არაჭეშმარიტებაც მარტო ანუ ადამიანის ინტელექტის, ასე ვთქვათ, უნარობა და ასე ვთქვათ, გაუფრთხილებლობა თუ სისუსტე კი არ არის, არამედ აი ეს რაც ჩვენ ვთქვით, ანუ ჩენისა და დაფარვისა ეს პირველ საწყისი თამაშის ლოგიკაა, ხო? ანუ შენ უბრალოდ იმიტომ კი არ გესმის რაღაცეები, რომ შენ ხარ უნიჭო ან უუნარო, არამედ იმიტომ რომ სამყარო და მათ შორის შემდეგ ის ამბობს ისტორიული ყოფიერება, ასე ვთქვათ, ესე უხეშად ვთქვათ, პორცია გაწვეს რაღაც ჭეშმარიტებებს, რომელიც ხა მარქსისტები თუ შეგვედავებიან, არის კი პრაქტიკულად წვდომადი. ჰაიდეგერი არ არის ასე ვთქვათ, ესეთი იდეალისტი ფილოსოფოსი. ჰაიდეგერი ძალიან პრაქტიკაზე ორიენტირებული. აი მაგალითად ჰაიდეგერი განასხვავებს ესეთი ცუხანდენე, რაც არის ხელმყოფი, როგორც თევზაძე საქმნათქვამი და ფორჰანდენე, ანუ წინმყოფი ან ხელმისაწვდომი, ესე ვთქვათ. ანუ ცუხანდენე არის ჩვეულებრივად ინსტრუმენტი, რაც ხელთ გვაქვს, ხო, ვთქვათ, ჩაქუჩი, ასე შემდეგ და ის ამბობს, რომ ამის საზრისი არის ყოველთვის ანუ ამ ჩაქუჩს აქვს თავის ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება არის რომ მან დააჭედოს ლურსმანი, ხო? თუ ზუსტად მახსოვს ეს გავს ძალიან კარგად მოგვაგონებს უბრალოდ მარქსის ფრაზას, რომელიც ამბობს, რომ ესე იგი პუდინგის არსი არის იმაში, რომ ის უნდა შეჭამო. ხო, ანუ რაღაცაზეც ეს შეიძლება თქო, რომ ეს რაღაც ფუნქციონალისტური ხედვა და ასე შემდეგ, მაგრამ არა ჰაიდეგერიც ამას ამბობს, აი ჰაიდეგერის ყოფიერება და დრო ჩვენ წინაზე ვთქვით არის რაღაცნაირად ადამიანის სულის რუკა მოყოლებული პრაქტიკიდან ვიდრე მისტიკამდე. ოდეს ადამიანის სულის რუკა ისევ გასაგებობისთვის ნათქვამი, რადგან ჰაიდეგერი კიდევ და კიდევ ვთქვათ, ყოფიერების მოდუსი და ყოფიერების დამშვებლობა, რომ ესეთ არსებულს შეეძლოს არსებობა, აი ეს არის პირველადი, ანუ რომ არა ყოფიერება და მისი ხელდასმა, რომ მის ერთ-ერთ წარმოებულს ასეთნაირად ემოქმედა, რომ ანუ ყოფილიყო თავისუფალი, ვერავითარი ბიოლოგიური განვითარება ვერ შეძლებდა ასეთად ყოფნას. აი ამას ამბობს. ხო, ანუ ჰაიდეგერი აი ამას ამბობს, რომ ესე იგი შენ ამ ჩაქუჩის ჭეშმარიტება არის ეს, ასე რომ ვთქვათ, რომ ის არის გამოვლენილი კონკრეტულ ფორმაში, კონკრეტულ ფუნქციონალში, ხო? ანუ შენ თავდაპირველად არ უყურებ ჩაქუჩს, რომ ეს არის პირობითად 130 გრამი, ან რაღაც და როდის ხდება ეს? როდესაც პროცესუალობა წყდება, გვეუბნება ჰაიდეგერი და როცა პროცესუალობა წყდება, მერე ის ხდება ხელმისაწვდომი ან წინმყოფი, ესე რომ ვთქვათ, ფორჰანდენი, ანუ წინ დაიდგა, ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ახდენ მის ობიექტივაციას, ანუ პროცესი რო წყდება, შენ მას წინ დაიდგამ იმისთვის, რომ მერე ეს შეაკეთო, ანუ ვთქვათ, მოტყდატარი ან ვეღარ აჭედე პირობითად იმ მძიმე ლურსმას და გჭირდება, ვთქვათ, 230 გრამიანი ჩაქუჩი, ანუ ობიექტური აზროვნების დაწყება ჰაიდეგერისთვის არის მეორეული იმ ფუნქციონალურ პროცესუალურობასთან მიმართებაში, ანუ ჯერ ჩაქუჩს უკაკუნებ ლურსმანს, მაგრამ ჯერ კი არ ფიქრობ, რომ ეს ჩაქუჩი არის ხის, ეს არის ამდენი და ამდენი სანტიმეტრი და ასე შემდეგ. ეს არის უკვე რაღაცნაირად პოსტფაქტუმ მოდუსი, აი ამ ასე ვთქვათ კონკრეტული ჩაქუჩის. ანუ ეს გადახვევა საჭიროა იმისთვის, რომ დავინახოთ, რომ ეს ჰაიდეგერისთვის არის მნიშვნელოვანი როგორც პრაქტიკა და პრაქტიკა და ჭეშმარიტება როგორც გამოვლენა. ანუ ჩვენ რო ვთქვით ხო დასაწყისში, რომ ანუ რას ნიშნავს ჩაქუჩის ჭეშმარიტება? ანუ ჩვენ ხო ლოგიკურად, ფორმალურ ლოგიკურად ვიცით, რომ ჭეშმარიტების ადგილი არის გონება. ჩაქუჩი არის, ვთქვათ, x კილოგრამი ან x გრამი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ჭეშმარიტი, მაგრამ ჰაიდეგერი გვეუბნება, რომ არა. რომ ჭეშმარიტება გააჩნია, ჭეშმარიტება არის რაღაც აზრით აი ეს გამოვლენის ფორმაც. ანუ როდესაც ჰაიდეგერი ამას ამბობს, იმისთვის რომ პროპოზიციული, ანუ წინადადებრივი ჭეშმარიტება ჭეშმარიტობდეს, მას
წინდაწინვე უნდა კონდეს აი ეს გამოვლენი, ანუ ის უნდა იყოს გამოვლენი, ანუ ყოფიერება ვის ერთ-ერთი მოდუსი, ანუ მოყოფიერება, ანუ ადამიანის არსებობას ამან უნდა შემოიყვანოს რაღაც ისეთ არეალში, რომ მე რაღაცეები ითქვას ჭეშმარიტი არის თუ არ არის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ხო, ანუ ესე იგი კიდევ ერთხელ ვთქვათ, ესე იგი კორესპონდენციული თეორია ჭეშმარიტების, ანუ იდეის, ანუ გონითი იდეისა და საგნის თანხმობის შესახებ, ჰაიდეგერი ამბობს, რომ ეს არის მეორეული წარმოებული ამ ალეთეიასთვის. ალეთეია როგორც დაფარულობის, როგორც დაუფარველობა, ლეთეს, ანუ ლეთარგიულობის, რაღაც დამალულობის საწინააღმდეგო, ანუ ძველ ბერძნებს ჯერ კიდევ ესმოდათ, რომ აი ეს ჭეშმარიტებას აი აქ ეს პირველ საწყისი, ასე ვთქვათ, ონტოლოგიური თვისება, ანუ ჰაიდეგერი კიდევ ერთხელ ებრძვის აი ამ დეონტოლოგიზაციას, ანუ რაღაც ძირეულისგან მოწყვეტას და მხოლოდ ადამიანის სფეროში, ასე ვთქვათ, შეჩურთვას აი ამ მნიშვნელოვანი რაღაცისა, რაც არის ჭეშმარიტება. სწორედ ამიტომ ამბობს ის დაზაინი და ამიტომ არ ამბობს ადამიანი, ხო? ჩვენ ახლა ჩვენი მსჯელობისას ხას უსვამთ, რომ აი დაზაინი, ანუ ადამიანი. კი, ცხადია, მაგრამ ჰაიდეგერისთვის კიდევ ერთხელ დაზაინი არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც ის არის ყოფიერების ერთგვარი წარმოებული, ანუ ყოფიერება, რომელსაც გაიხსნა, ესე რომ ვთქვათ, რომელსაც გაიხსნა ეს ხედვები და თავისუფალი გახდა. ჰაიდეგერი ყოფიერება და დროში ამბობს ესეთ რაღაცას. ანუ ეს ამბობს ესეთ რაღაცას, რომ სამი ნაკლი ესე ახასიათებს დასავლურ გაგებას, ჭეშმარიტების შესახებ, დასავლურ ფილოსოფიის გაგებას და ეს არის ის რომ თქვათ ეს არის ის რომ პირველი ესე იგი ჭეშმარიტების ადგილი არის მსჯელობა, რაც ვთქვით, მეორე რომ ესე იგი ჭეშმარიტების არსება მდგომარეობს მსჯელობის დამთხევაში მის საგანთან და ამ ორზე პასუხისმგებელი არის არისტოტელე. ჰაიდეგერი ამბობს, რომ არისტოტელეს დადანაშაულება არის არასწორი, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ასეთ პასაჟებს ხვდებით, მაგრამ თავარი დამნაშავე ბრჭყალებში თუ შეიძლება ასე ვთქვათ, არის პლატონი. ანუ დამნაშავე რაში? იმაში, რომ ჭეშმარიტების როგორც ალეთეიადან, ანუ დაუფარველობიდან, ყოფიერებასთან წინაყრობიდან რაღაცნაირად ეს მიიწევს ადამიანის გონებისკენ. თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ არის ისე, რომ აი ეს წანაცვლება არის აბსოლუტური, ანუ მხოლოდ ცალფეხს გადადგავს, ესე რომ ვთქვათ, ადამიანის მხარეში, ანუ კონკრეტულ არსებულს მხოლოდ ამ შემთხვევაში მიენიჭება. კიდევ ერთხელ ხას უსვავ. ჰაიდეგერი ხო ამბობს, აი მყოფიერებაა საჭირო იმისთვის, რომ აი ჭეშმარიტება იყოს და რა განსხვავებაა მაშინ აი ამ გაგებასა და იმაში, რომ აი ადამიანის ინტელექტში შედის. ჰაიდეგერი ამბობს, რომ მე ადამიანის ინტელექტზე კი არ გესაუბრებ, მე გესაუბრები ადამიანზე, როგორც ყოფიერების წარმოებულზე, რომლის ინტელექტიც მაინტერესებს, განწყობებიც მაინტერესებს და ასე ვთქვათ, მისი ეგზისტენციური ისეთი ძირეული მიმართებები, როგორიც არის ზრწოლა, ხო, მათ შორის, ხო, ანუ აი ეს არის განსხვავება, ვთქვათ, აი მოდერნულ ვიწრო ხედვასა და ჰაიდეგერისეულ ხედვას შორის. აი ჰაიდეგერი თავის წიგნში, თავის მიმართვაში უბრალოდ პლატონის სწავლება ჭეშმარიტების შესახებ, რომელიც ასევე თქვენმა მონამორჩილმა თარგმნა, ამბობს ესეთ რაღაცას. ჭეშმარიტება დაუფარაობა აღარ არის არსებითი შტრიხი თავად ყოფიერებისა, არამედ იდეას დამორჩილების გამო მართებულობად ქცეული ამიერიდან არსებული შემეცნებას ახასიათებს. ანუ პლატონთან ეს არჩევს, თქვათ, იქ კონკრეტულად თქვათ, აი გამოქვაბულის მითიდან გამომდინარე, რომ ესე იგი იდეას რომ პლატონის თეორია არის იდეების შესახებ თეორია და რადგან იდეას მიენიჭება, ხო, რაღაც აზრით, აი ეს ყოფიერები, ეს ჭეშმარიტების შტრიხი ამბობს, რომ კი პლატონთან ეს იდეები ყოფიერებით სიმძლავრები ჯერ კიდევ ატარებენ, მაგრამ ბზარი არის უკვე მომხდარი, რომელიც მერე მოდერნულობაში დეკარტთან ეს ბზარი, ასე ვთქვათ, გახდება დიდი ნაპრალი და ეს ნაპრალი იქნება ის, რომ აქეთ არის სუბიექტი და იქით არის ობიექტი. და ეს ნაპრალის პირველი ბზარები არის ეს პლატონთან. და ეს ბზარი არის სწორედ ის, რომ ეს ალეთეია, როგორც ჭეშმარიტება, არის მიკუთვნებული უკვე რაღაც აზრით, ანუ ჭეშმარიტება ხდება ომოიოზის, ანუ რაღაც მართებულობა, ანუ იდეა. ანუ პლატონთან ეს იდეები რაღაც მიღმურია, მაგრამ უკვე დეკარტთან მთელი ამ ისტორიის განმავლობაში, მათ შორის ის ქრისტიანულ თეოლოგიაზე საუბრობს,
იდეა თანდათან შედის სუბიექტში, ეს ობიექტური იდეალიზმიდან მივდივართ რაღაც აზრით სუბიექტურ იდეალიზმამდე, მაგრამ ეს წანაცვლება შეუძლებელი იქნებოდა იმის გარეშე, რომ აი ეს ცვლილება არ მომხდარიყო, რომ არ მომხდარიყო, ესე იგი ყოფიერების, ჭეშმარიტებისა და ყოფიერების რაღაცნაირი ურთიერთშეთანხმებულობის დავიწყება და იდეისთვის გადაბარება ჭეშმარიტება არ ჭეშმარიტების საკითხების განხილვისა. მე არისტოტელე საერთოდ ამბობს, რომ თქვა გონებაშია, ხო, ეს ჭეშმარიტება. თუმცა იქ ბევრი პასაჟი არის პლატონთან და არისტოტელესთანაც, რომ აი ჯერ კიდევ ამ ყოფიერებით, ონტოლოგიზებულ მნიშვნელობაზე საუბრობენ, ხო? აი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რაც აი ამ ისტორიულ მომენტებზე უსვავს ხაზს, შუა საუკუნეების სქოლასტიკისთვის მნიშვნელობს თომა აკვინელის თეზისი. ჭეშმარიტებას მართავს ხვდებით ადამიანურ ან ღვთაებრივ განსჯაში. განსჯაშია მისი ადგილი, ჰაიდეგერი ამბობს უკვე. აქ ჭეშმარიტება არა ალეთეია, არამედ ომოიოზის, ადეკვაციო, ხო? ესე ვთქვათ, ადეკვატურობა, აი შესაბამისობა, აი ჩვენ რაც ვთქვით, რომ აი ეს მოდერნულობაში ეს პროპოზიციული წინადადებრივი გაქვავებულობა, რომ რაღაცა ეს ვთქვათ, მაგიდა არის შავი, ბურთი არის თეთრი და ასე შემდეგ, აქამდეა დაყვანილი. ჰაიდეგერი ჩხრეკს აი დასავლურ ფილოსოფიას და თეოლოგიას და იქ აღმოაჩენს აი ამის ტრაექტორიულ წერტილებს, რომ აი თომა აკვინელთან ესე იყო, პლატონთან ესე იყო, გავაგრძელოთ. ახალი დროის დასაწყისში დეკარტი წინა თეზისის გამძაფრებით ამბობს, ჭეშმარიტება ან მცდარობა საკუთრივი აზრით არსად შეიძლება იყვნენ, თუ არა მხოლოდ განსჯაში. აი დეკარტი, მოდერნის მამა, მოდერნული ფილოსოფიის მამა, რას გვეუბნება, რომ რაღაცა ონტოლოგიური პირველ გადაბმულობა ამ ყოფიერების და ჭეშმარიტების და ეს ჭეშმარიტება რაღაცას ხსნის, ეს კი არ მაინტერესებს. მაინტერესებს, რომ ეს არის განსჯაში, ხო? აი იქ რომ მოხდა რაღაცა ბზარი, აი მე დეკარტთან გაიყო უკვე ეს ხო სუბიექტის და ობიექტის ფილოსოფია. და ჩვენი ლექსიის დასაწყისში კეთილად ხსენებულ ფილოსოფოსაც გაჰკრავს კბილს ჰაიდეგერი. ხოლო ნიცშე ახალი დროის დაწყებული დასასრულის ეპოქაში წინა თეზისის კიდევ მეტი გამძაფრებით ამბობს. ჭეშმარიტება არის შეცდომის ტიპი, რომლის გარეშეც კონკრეტული სახეობა ცოცხალი არსებისა ვერ შეძლებდა არსებობას. საბოლოოდ სიცოცხლესვე ღირებულებაა გადამწყვეტი. თუ ნიცშეს მიხედვით ჭეშმარიტება შეცდომის ტიპია, მაშინ ჭეშმარიტების არსი აზროვნების სახეობაშია, რომელიც ყოველთვის და თანაც აუცილებლობით აყალბებს ნამდვილს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჰაიდეგერი საერთოდ ეს ვიცოდეთ, ჰაიდეგერი ნიცშეს უწოდებს დასავლეთის უკანასკნელ მეტაფიზიკოსს. იმის მიუხედავად, რომ ნიცშეს აი მეტაფიზიკა, როგორ ვთქვათ, ამბობდა, რომ რაღაცა ღმერთი მოკვდა და დისტანცირდებოდა თვითონ მეტაფიზიკოსს და რატო უწოდებს ამას? აი ამიტომ, რომ ეს საბოლოო ჯამში ნიცშე, როდესაც ამბობს, რომ ესე იგი ჭეშმარიტება საერთოდ რაღაცა ფუნქციური თვითგადარჩენის მნიშვნელობით იაზრებს, ეს ამბობს, ეს ნიცშე, რასაც დეკარტი ჯერ კიდევ აი ნახევრად შეფარულად ამბობდა, რომ აი კი განსჯაშია რაღაცა, თქვათ იქ შუა საუკუნეების თეოლოგიაში აეგერ ამბობდნენ, რომ თქვათ ღმერთის და ადამიანის იდეაში. ნიცშე ყველაზე პატიოსანი მოდერნული მოაზროვნეა, ის ამბობს, რომ კარგით, ახლა ეს ჭეშმარიტება, თქვენ ხო დეონტოლოგიზაცია მოახდინეთ და მოდი ბოლომდე მივაწვეთ. თქვათ, რომ ეს ჭეშმარიტება საერთოდ არაფერში არ გჭირდება. მე ეს რა შობს, რაში დღეს ცხოვრობ, სადაც თქვათ რაღაც აზრით აღარ არის ხო ჭეშმარიტება იმ ხარისხზე, როგორც თქვათ ჩვენ პლატონურ ქრისტიან კულტურაში ხედავდით. მაგრამ ჰაიდეგერი ამბობს, რომ რეალურად ის პლატონთანაც ხო, სადაც ეს იდეას არის მიბარებული, ეს ჭეშმარიტების რაღაც ჭეშმარიტების ჩირაღდანი თუ შეიძლება ასე ვთქვათ, იმასთანაც კი უკვე არის მომხდარი გარკვეული ბზარი, როდესაც საუბრობს აი ამ იდეის როგორც რაღაც ჭეშმარიტების რაღაც მატარების შესახებ. კი ბატონო, მნიშვნელოვანი არის ასევე ვთქვათ აი ეს ყოფიერებისა და თავისუფლების შესახებ, ხო? ჰაიდეგერი როგორც ვთქვით, საუბრობს, რომ ყოფიერების ღიაობა რაღაც აზრით არის თავისუფლებასთან ურთიერთთანაკვეთილი. კიდევ ერთხელ ჩვენ ვიცით, როდესაც ვამბობთ, თავისუფლება რა არის, ხო? არის აი ლიბერალური გაგება რაღაც ნეგატიური თავისუფლების, რომ განთავისუფლდე რაღაცისგან. არის თქვათ, თავისუფლება რაღაცისთვის, რაზეც ნიცშე ამბობდა, რომ
თვის მინდა ეს თავისუფლება რაღაცა გაკეთებასთან და ბევრი ასეთი გაგება არის თავისუფლების შესახებ და ჰაიდეგერი გვეუბნება რომ ყველა ეს გაგება არის რაღაც აზრით დავალებული აი პირველ საწყისი ონტოლოგიური გაგების თავისუფლების პირველ საწყისი გაგებისგან სადაც თავისუფლება უბრალოდ არის რაღაცნაირად აი ამ ჭეშმარიტებასთან რაღაცნაირად ასევე გადაბმული ანუ რომ არ იყოს ეს ანუ რომ არ იყოს პირობა იმისა რომ ანუ ჭეშმარიტებათა ველი გეხსნებოდეს ანუ ჭეშმარიტება როგორც გამოვლინება შენ თავისუფალი ვერ იქნებოდი რომ გელაპარაკა ამის შესახებ ან იმის შესახებ ანუ ისევ და ისევ ჭეშმარიტება და თავისუფლება შენ ესე უხეშად ვიტყვი მოდი გასაგებობისთვის სამყარო გიდგენს თუმცა სამყაროს ჰაიდეგერთან კიდე სხვა ბევრი მნიშვნელობები აქვს ანუ ყოფიერების წარმოებული ხარ რომელიც თავისუფლებას და ჭეშმარიტება დაგებედა მაგრამ რეალურად შენ კი არ დაგებედა ანუ დაბედება და შენ ერთი და იგივე ხარ. ანუ ადამიანი კი არ არის ამის მატარებელი, არც ის იმის მატარებელი, რაღაცნაირად ერთი და იგივე არის, ხო, ესე რო ვთქვათ რა. ანუ მოკლედ ვთქვათ, ანუ ადამიანის ბიოლოგიურობა რაღაც აზრით კი შეიძლება თქვა რომ აი თქვათ ის პირობით აი როგორც ჯემალ ქარჩხაძის იგიშია რომ წელში გაიმართა თქვათ ნეოკორტექსი განუვითარდა და ასე შემდეგ ეს არის მნიშვნელოვანი მაგრამ ის ფაქტი რომ ამ განვითარების ამ თქვათ ამ ბიოევოლუციური ცვლილებების შემდეგ მას მიეცა ეს თავისუფლება და მიეცა ჭეშმარიტება არ მიეცემოდა მას რომ რაღაც აზრით ეს დადგენილი არ ყოფილიყო სამყაროს პოტენციალობაში, ანუ სამყაროში წინასწარ რო არ ყოფილიყო შესაძლებელი აი ესეთი ტიპის არსებული, ჩვენ არც ვიარსებდით ასეთ არსებულებად. მაგრამ საქმე ეგზისტენციალისტური შემთხვევითობა რომ მოვიტანოთ, ესეც რაღაც აზრით შემთხვევით შეიძლება არც მოხდარიყო. შეიძლება პირობითად ევოლუციონისტურად თუ ვიტყვით, სხვა გზით განვითარებულიყო და თქვათ აი დინოზავრების ლოგიკაზე მისულიყო და ასე შემდეგ, ხო? კი ბატონო. თქვათ ასევე, ესე იგი ხელოვნებისა და ჭეშმარიტების შესახებ, იმიტომ რომ ჰაიდეგერი უკვე თავის გვიანდელ შემოქმედებაში ხელოვნებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და აი აქ სწორედ ამ კავშირშია ეს ხელოვნებისადმი პრეფერენცია, აი ამ მის მიერ აი ამ ტექნოლოგიზებულ ჩაკეტილ ველთან საპირისპიროთ. ანუ ჰაიდეგერი ამბობს, რომ ჭეშმარიტების დიდი გამხსნელი არის ხელოვნება. აი პირობითად ახლა ცოტა გასაგები რო იყოს, ვთქვათ, ავიღოთ იგივე აი პიკასოს ცნობილი ნახატი გერნიკა, ხო, რომელიც არის გამოხატულება აი იმ დაბომბვის შედეგად მიღებული ტკივილისა, რაც ვთქვათ, იმ ესპანეთის სამოქალაქო სახლთან. ანუ ეს შეიძლება ახლა ის ფიგურა, როგორც ასე თქვა, რომ ესეთი კაცი არ არსებობს, ან ეს არსებობს ან ასე შემდეგ ხო მაგრამ საკუთრივ ხელოვნებას აქვს უფრო ანუ ხელოვნება არის ჭეშმარიტების უპირატესი გამხსნელი მაგრამ ჩვენ რატომაც მოდერნულობიდან გამომდინარე გონია რომ მეცნიერება არის როდესაც ის გეტყვის რომ პირობითად აი ეს არის მაგალითად მდინარე პირობითად რა ვიცი რაინი ამ მტკვარი რომელზეც შეგვიძლია კაშხალი დავდგა და ელექტროენერგია მივიღოთ მაგრამ ჰაიდეგერი ამბობს რომ რატო მაგალითად იმაზე რომ ჰოლდერლინი ლექს წერდა ან ვთქვათ გალაქტიონურ მთვარეზე ან მთვარე თუ მთაწმინდის მთვარე როგორც თანამგზავრი თუ მთაწმინდის მთვარე ამ მთაწმინდის მთვარე არის ეგზისტენციალისტურად ამეტყველებული მთვარე თუ შეიძლება ესე ვთქვა და მთვარე რომელსაც აქვს აი ობიექტური მახასიათებელი ის ამის გარშემო ბრუნავს ამ ხელას მოცულობისა და ასე შემდეგ და ანუ რატო არის ეს უპირატესი და არა ის ხო ჩვენ რაღაც სიენტისტური ხედვით შეიძლება გვეგონოს რომ რას ქვია როგორ მეცნიერება არ არის უპირატესი და ჰაიდეგერი ამბობს რომ შევჩერდეთ ხა ჰაიდეგეს მეცნიერულობაში და სიზუსტის და თანმიმდევრულობაში ნამდვილად ბევრი ბადალი ნამდვილად არ ყავდა ანუ მას ეს არ უკვეს უბრალოდ ის გვეუბნება რომ აი ეს ხელოვნება არის გამხსნელი აი ამ ჭეშმარიტების ის აი საუბრობს აი ვან გოგის ცნობილ ფეხსაცმელებზე ნახატზე რომ აი ის გვიხსნის რაღაცაზით იმ ველს სადაც აი ის თქვა ანუ მარტო იმას კი არ გვიხსნის რაც იქ ხატია არამედ შენ ინტერპრეტაციის ბადეს გთავაზობ აი ჩვენ ლექციის დასაწყისში რა ვთქვით რომ ანუ აი ეს ჩამკეტავი პროპოზიციული წინადადებები რომ შენ ხარ ესეთი შენ ხარ სულელი ან შენ ხარ ჭკვიანი ან შენ ხარ რაღაცა ღვთისპირიდან გადავარდნილ რაღაც ხო ანუ ეს არის შენი ჩამკეტავი და პოტენციალობების მომშთობი. ანუ შენ აი მაგალითად რო ვიტყვი რომ შენ ხარ 5000 მეტრის,
ეს არის სხვა, მაგრამ შენ ხარ მთა, რომელთან დაკავშირებულია ჩემი ერის ისტორია და ასე შემდეგ, არის სხვა რაღაცა. ანუ პირობითად ახლა მაგალითად რომელიღაც ქართული ტაძრის, თქვა, სვეტიცხოვლის ისტორია, სვეტიცხოვლის ჭეშმარიტება არის ამ ერის შინაგანობაში და ერის დაზაინში, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, ერის მოყופიერებაში გახსნილი. მაგრამ რომ დაუბრუნდეთ ხელოვნებას, ანუ ხელოვნების შესახებ აი სწორედ ეს არის, რომ მას გააჩნია აი ეს შესაძლებლობა, რომ ის არის იყოს ისეთი გამხსნელი, რომელიც კონკრეტულად კი არ ჩაკეტავს, ანუ კონკრეტულად კი არ გეუბნება, რომ ეს არის ეს. არამედ თანაშემონქმედს, ანუ მკითხველს უტოვებს რაღაც გადამუშავების ესთეტიკური რეინტერპრეტაციის შესაძლებლობას, ხო? და გიხსნის ან იმ სამყაროს, ხო? ანუ თან გიხსნის სწორედ აი ამ ძირეული ეგზისტენციალების მეშვეობით, თქვა ძრწოლის და ასე შემდეგ. ყველა ხელოვნების ჟანრი განირჩევა, ხო? აი ამის მიხედვით ვის როგორ შეუძლია. თუმცა ჰაიდეგერი ამას გვეუბნება სწორედ რომ აი ხელოვნებას აქვს ეს მნიშვნელობა. აი მაგალითად ის იყო ბოლო წლებში პოლ სეზანის დიდი ფრანგი მხატვარის ტრფიალი და ის რატო საუბრობს აი ამ სეზანის ნახატებზე, მისი პანორამული ნახატები ჰაიდეგერის მიხედვით გამორჩეულია, იმიტომ რომ აქ ჩანს აი ეს ასე როგორ ვთქვათ, აი სწორედ ის ალეთეიური, ანუ ანუ ჩენისა და დამალვის თამაში, ანუ აქ არ არის რაღაც მყარი შტრიხები, არამედ არის აი ეს ყოფიერებიდან გადმოსვლის და გამოვლენა, არ გამოვლენის თამაში, სადაც კონტური იკარგება, რაღაცნაირად იძღაბნება თუ ესე უხეშად რო ვთქვათ, ბოდიში ცხადია სეზანის დიდებულ გენიასთან. ანუ რაღაცნაირად, ანუ არ არის ეს სიმყარე, რაც თქვა შეიძლება მივაწევოთ აი რაღაც ხელოვნებით რიგიდულობას. არა, აქ არის აი ეს სწორედ აი ესეთი ამბავი, რომ ანუ ხელოვნება არის ქმნადობა და მოვლენა ჭეშმარიტების. ანუ იმ ჰაიდეგერი ჩვენ ხო ვთქვით, რომ ანუ ჭეშმარიტებას არგებულობს, ანუ შეიძლება პირობითად ყველა წინადადება, მაგალითად გალაქტიონის ლექსში იყოს ტყუილი, აი წმინდა მეცნიერული გაგებით, მაგრამ ის მაინც ჭეშმარიტებას გეუბნებოდეს, ხო? ანუ იყოს სიბრძნე სიცრუისა იყოს, არ მარტო სიბრძნე, არამედ აი გახსნა, ხო? აი სიბრძნე სიცრუისა, ხო? და რომ ანუ შენ იმ სიცრუეში, ანუ რაღაც ფიქციურ რაღაც ვთქვათ, იმ პერსონაჟებში თუ ამ რაღაცებში სხვანაირ ის შენს ეგზისტენს წვდება, ხო? ანუ ლექსით, მუსიკა, რაც ალბათ უპირატესია, შემდეგ ლექსი, პროზა, მხატვრობა, კინო და ასე შემდეგ, ხო? ანუ ის ანუ შენს როგორც ადამიანის ჭეშმარიტებას აქტიურებს, ხო? ანუ იმიტომ რომ ჩვენ ხო ვთქვით, რომ შენ შეიძლება თქვა, შენ ხარ ადამიანი, რომელიც რავი, არავინ არ ხარ, რაღაც არაფერი არ გაგაჩნია, აგერ დარვინმა კიდე რეები გითხრა, სულ გაგვიხეთქა გული და ასე შემდეგ, ხო? ჰაიდეგერის ფილოსოფიის უპირატესობა არის ის, რომ ის აი ამ ეგზისტენციურ სტრუქტურებს გვიხსნის და თან ამის ფონად რაც არის ეს ონტოლოგია, რომ შენ აი თქვათ არა და ყოფიერების წინაყრობაა, შენ რაღაც ნაკლოვანი ბუნება გაქვს, სიკვდილისკენ ყოფნა გაქვს და აი მაგალითად ხელოვნება, აი როცა გაჩვენებს ხო პირობითად რაღაც სადაც ეს სიცოცხლის და სიკვდილის დრამა არის გათამაშებული, შენ შეიძლება ის პერსონაჟის ტყუილია, ის ყველა წინადადებას ტყუილია, რაც არ მომხდარა, ხო, მაგრამ ის აი შენ ჭეშმარიტება, შენს გამოვლენილ ჭეშმარიტებას მიესადაგება მეტად და მეტად. რომ შევაჯამოთ, ესე იგი ჩვენ ვისაუბრეთ ჭეშმარიტების შესახებ, ვთქვით რომ ჰაიდეგერის ჭეშმარიტება არის აღორძინება ძველი გაგებისა, ჭეშმარიტების ძველი გაგებისა, ეს არის ალეთეია, საპირწონედ გავრცელებული კორესპონდენციული გაგებისა. კორესპონდენციული ნიშნავს რაღაც ფაქტის, ესე იგი ადამიანის ინტელექტში არსებული იდეისა და ესე იგი გარე რეალობის შესაბამისობა. ჰაიდეგერი ამბობს, რომ ეს არის მეორეული წარმოებული იმ ალეთეიასი, ანუ რაღაცა უნდა გამოვლინდეს. აი მაგალითად ჩაქუჩი ჯერ უნდა გამოვლინდეს, რომ იმაზე თქვა, შენ ეს ჭეშმარიტია თუ ასეთია თუ ისეთი და ეს დავიწყებული აქვს აი ამ რედუქციონისტურ რაღაც დამყვან ხედვას ჭეშმარიტებისა. ჰაიდეგერი ასევე ამბობს, რომ ესე იგი რაღაც აზრით ეს ჭეშმარიტება და თავისუფლება არის წინაყარი, სწორედ აი მომყოფიერების თავისუფლებაში არის შემოსული. კიდევ და კიდევ ხაზი გაუსვათ იმას, რომ ესე იგი რატო ეძახის ის მომყოფნას თუ მომყოფიერებას თუ აქ და იქ ყოფნას თუ ასე ვთქვათ, კიდევ ბევრნაირ დაზაინს და არ ეძახის პირდაპირ ადამიანს, იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ
აქ საქმე გვაქვს არა კონკრეტულ ანთროპოლოგიურ ერთეულთან, ანუ ეს კი არა მნიშვნელოვანი, არამედ ყოფიერების როგორი წარმოებულია, აი ამას აინტერესებს და მისთვის ეს არის ისეთი, რომელსაც ჭეშმარიტების და თავისუფლების უნარი მიეცა. და ეს არ არის ის, რაც წეგან წავიკითხეთ, ხო, დეკარტისეული სუბიექტი, რომელიც ამბობს, რომ გონებაშია, ადამიანის განსჯაშია ჭეშმარიტება, ხო? ანუ ესეთი ამბავია და უპირატეს პრიმარულ გამხსნელად მიიჩნევს, ესე იგი, ჰაიდეგერი ხელოვნებას. შემდეგზე ჩვენ ვეცადოთ მისი შეხედულების გააზრებას ტექნოლოგიის შესახებ, ჰუმანიზმის შესახებ. მანამდე კი დიდი მადლობა ყურადღებისთვის.